4 ოქტომბერი არის ჩვენი დიდგორი, ახლოვდება დროშების რევოლუცია. ამ სიტყვებით ასრულებს წერილს 208 საყნიდან ლევან ხაბეიშვილი. პოლიტიკოსი ამბობს, რომ არის მხნედ და დარწმუნებული არის გამარჯვებაში. პირველებისთვის გამოგზავნილ წერილში ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი გატყდა. მან ვერ გაუძლო მშვიდობიანი რევოლუციის გამოწვევას და მარცხამდე გაიქცა. ყურადღებას წერილში ხაბეიშვილი ამახვილებს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მისი დაკავების შემდეგ ივანიშვილის გუნდს და ყველა რიგით თუ ლიდერ მეოცნებას დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ასე მხნედ არასდროს ყოფილ ვარ, მართლა. ივანიშვილმა პირველად აღიარა მარცხი. ყოველთვის სათამაშო მაგიდას თავად შლიდა და შემდეგ მის მაგიდაზე გვეძახდა. ასე იყო სულ. 4-შიც გაშალა მაგიდა. არჩევნები და დაგვპატიჟა. სამაგიეროდ აქეთ პაატა ბურჭულაძემ და ხალხმა გაშალა მეორე ფრონტი და დაუძახა ბიძინას. ივანიშვილი გატყდა ამ ბრძოლიდან. მას არ სურს ხალხის თამაშის წესების მიღება. ის მხოლოდ მის წესებს აღიარებს და 4 ოქტომბრის სახალხო მშვიდობიანი რევოლუცია მისთვის აღმოჩნდა გამოწვევა, რომელსაც მარცხამდე გაექცა. ნანუკა მხოლოდ რწმენა და სიმტკიცე გჭირდება გამარჯვებისთვის. ჩემი სახით საკუთარი შიში, მარცხი, კაპიტულაცია დააკავა. ეშინია ლანდისაც და ამიტომ ჩამაგდო დილეგში. ვერ გაუგია ბიძინას, რომ საქართველოს დროშების რევოლუცია ახლდება. 4 ოქტომბერი არის ჩვენი დიდგორი. მეოთხე დღეა, რაც გამოკეტილი არის საპყრობილეში ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ის ხელმძღვანელი, რომელიც 4 ოქტომბერს დიდ საპროტესტო აქციას ანონსებდა და ანონსებდა, რომ ეს იქნებოდა ის დღე, როცა დასრულდებოდა ქართული ოცნების მმართველობა ქვეყანაში. ლევან ხაბეიშვილისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება დღეს გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. მისმა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა უფლებადამცველი ამბობს, რომ მას არ აქვს სამართლიანი სასამართლოს იმედი და მოლოდინი, თუმცა მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა სამართლებრივი გზა გაიაროს ამ საჩივარმა ჩვენს ქვეყანაში, ყველა ინსტანცია ამოწურონ, როგორც გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, მისი მრავალწლიანი გამოცდილებიდანაც კი მას არ ახსენდება არც ერთი შემთხვევა, როდესაც საგამოძიებო უწყებას მიემართოს მეორე საგამოძიებო უწყებისთვის და მოწმეები მოეთხოვათ ბრალდებულის წინააღმდეგ. მოსამართლეებს ჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ არის რისკი იმისა, რომ ლევანი შეიძლება მიიმალოს ან მან ჩაიდირნოს ახალი დანაშაული და ამის გამო იგი უნდა იყოს გამწესებული ციხეში. ეს არის კიდევ ერთხელ დამადასტურებელი პოლიტიკური მარცხსაჯულების. ლევანთან მიმართებით მოგეხსენებათ, წლებია მიმდინარეობს უკანონო სისხლის სამართლებრივ სხვა საქმეზე და არ ყოფილა არც ერთი პრეცედენტი, რომ რევალი ან გამომძიებელთან ანონსული იყოს, ან სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებული იყოს და რა თქმა უნდა ეს არადამაჯერებელია მიმალვის საფრთხეზე საუბარი. ასევე ახალ დანაშაულს როგორც პროკურატურა, ასევე სასამართლო განმარტავს, რომ თითქოს და ლევანის თავისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში იგი გააგრძელებს საჯარო განცხადებებს და ეს ნიშნავს განგრძობად დანაშაულს, რაც თავისთავად კიდევ ერთხელ ღიმილის მომღვრელია, თუმცა ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო რაიმე ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს, უბრალოდ ვიყენებთ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს. სასამართლო საერთოდ გვერდსულის მტკიცებულებებზე საუბარს გადაწყვეტილებაში. თეთრი ძაფით არის საქმე ნაკერი, მე არ შემხედრია პრეცედენტი, როდესაც ერთი უწყების, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი, რომელიც აწარმოებს გამოძიებას, წერილით მიმართავდეს მაგალითად შინაგან სამინისტროს გედედეს ხელმძღვანელს და ეუბნებოდეს, რომ გამოგვიყავით პირები, რომლებიც უნდა დავკითხოთ მოწმის სახით. ანუ ეს ნიშნავს პირდაპირ მნიშვნელობით, ეს ნიშნავს ხელოვნურად მტკიცებულებების შექმნას იმისთვის, რომ პოლიტიკური ლიდერი ჩასვან ციხეში. რას ნიშნავს? დრო ავირწმუნოთ საკუთარი თავის და ავირწმუნოთ ჩვენი ხალხის გამარჯვების. ეს არის კიდევ ერთი წერილი, რომელიც პირველებმა რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან მივიღეთ. ამჯერად ამ წერილის ავტორი არის გიორგი ვაშაძე, რომელიც აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილმა ხალხი დაარწმუნა, რომ 4 ოქტომბერი იქნებოდა დიდი გამარჯვების დღე. ვაშაძე წერს, რომ ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას, ყველა ემსახურება საქართველოს. მას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია 4 ოქტომბერს გაერთიანდნენ საქართველოს მოქალაქეები განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, რადგან ფიქრობს, რომ ახლა მნიშვნელოვანი არის ერთიანობა ივანიშვილის დასამარცხებლად. ლევან ხაბეიშვილი არის ის ადამიანი, ვინც ხალხი დაარწმუნა საკუთარ ძალასა და გამარჯვებაში. სწორედ ამის შეეშინა რეჟიმს და ამიტომაც დაატყვევეს ის. დღეს ივანიშვილის ყველაზე დიდი შიში არის 10,000-ობით ადამიანი ქუჩაში. ეს არის ის ძალა, რომელსაც ვერაფერი გაუძლებს. ამ ბრძოლაში აღარ აქვს მნიშვნელობა პარტიებს, ყველა ვემსახურებით და წარმოვადგენთ საქართველოს. ჩემი სრული მხარდაჭერა ბატონ პაატა ბურჭულაძეს. მოусმინეთ მას და დაუდექით გვერდით. ასევე ჩემი მხარდაჭერა
მურთაზოდელავას. დროა ვირწმუნოთ საკუთარი თავის და ვირწმუნოთ ჩვენი ხალხის გამარჯვება. 4 ოქტომბერი იქნება საქართველოს გამარჯვების დღე. ყველა რო დააკავონ, ყველა პოლიტიკოსი, ყველა ლიდერი ეს საქმე მივა ბოლომდე, იმიტომ რომ ხალხის მშვიდობიანი რევოლუცია, ხალხს უნდა გამარჯვება და 4-ში ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს. შეთავაზება არის ძალაში $200,000 ყველა იმ სპეცრაზმელს, ყველა იმ ძალოვანს, ვინც არ ჩაიდენს უკანონობას, ვინც არ დათხრის თვალებს ადამიანებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს, ფიზიკურად არ გაუსწორდება, არ დაასახიჩრებს, არ დააკავებს, იმიტომ რომ 4-ში ჩვენ ვემზადებით მშვიდობიანი რევოლუციისთვის, მშვიდობიანი დამხობისთვის. არც ამ სიტყვის თქმის არ გვეშინია, თუ დაკავება უნდათ, დაგვაკავონ, თუ უნდათ ჯგუფურზე დაგვაკავონ. ლევან ხაბეიშვილი ახალბედა პოლიტიკური პატიმარია, ის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მე-4 დღეა რაც არის გამოკეტილი, ამავე დაწესებულებაში ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით უკვე რამდენიმე თვეა სასჯელს იხდია ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გივი თარგამაძე და გიორგი ვაშაძე. მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილმა ოპონენტების გაანეიტრალება, მათთვის ხელბორკილების დადებით გადაწყვიტა, ხალხს მობილიზება აქვს გამოცხადებული 4 ოქტომბრამდე 20 დღეა დარჩენილი. როგორც საქართველოს მოქალაქეები ანონსებენ, ამ დღეს უნდა დაიწყონ და დაასრულონ ქართული ოცნება ქვეყანაში.